მოგესალმებით, ეთერშია კვირის ინტერვიუ ხატია მოისრაფაშვილთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დღეს შევაჯამებთ კვირის მიმდინარე მოვლენებს ჩვენ სტუმართან ერთად, GeoCase-ის დამფუძნებელთან ბატონ ვიქტორ ყიფიანთან, მაგრამ სანამ ბატონ ვიქტორთან პირველი შეკითხვით გადავალ, აუცილებლად უნდა წაგიკითხოთ მისივე გამოქვეყნებული Facebook პოსტი. გონიერება და რაციონალურობა დამაიმედებელია, საჭიროა ნორმად იქცეს ეროვნული სახელმწიფოებრივი ქცევის სტანდარტად. ეს უარჩევნო არჩევანია. ბატონ ვიქტორ, ყველაფერი გასაგებია და მკაფიო ამ შემთხვევაში, მაგრამ სანამ აქამდე მოვალთ, მოდით დავიწყოთ იმ მოვლენების შეჯამებით, რასაც ადგილი ჰქონდა ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ექსპერტების ნაწილმა მიმდინარე მოვლენებს სისტემური და პოლიტიკური კრიზისის შეფასებაც მისცეს და დავიწყოთ, რამდენად ჰქონდა სახეზე სისტემური კრიზისი. მოგესალმებით. ეს კანონპროექტი ალბათ იქცა ორი ჯერზე, თუ შეიძლება ესე ითქვას, ერთგვარ ლაკმუსის ხახალდათ, თუ რამდენად ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს მიუხედავად იმისა, თუ რომ მხარეზე იმყოფება, აქვს გათვითცნობიერებული ბოლომდე რა არის ქვეყნის ინტერესები და როგორ არ უნდა აურიო ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესები პარტიულ ინტერესებს. მე ფიქრობ, რომ არა ეს კანონპროექტი იქნებოდა სხვა, ან რომელიმე სხვა თემა, ისე როგორც ჩვენ წარსულში ეს გვიხილავს და ყოველთვის გაგვჭირვებია ხოლმე დაგვეცვა ის სწორი სტანდარტი, სწორი მიდგომა, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთში არ არეულიყო. ზოგადად არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, ის რაც გამოჩნდა ამ კანონპროექტის შემთხვევაში, რომ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა ისე რომ არ დააზიანო ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი და ამ იმიჯში და რეპუტაციაში, ამ იმიჯისა და რეპუტაციის ერთობლიობაში ყველამ ერთად დავინახოთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ როდესაც საუბარი არის ქვეყნის იმიჯზე, მის პოზიციონირებაზე, ეს გაყოფას და განაწილებას არ ექვემდებარება. ცხოველის თვალში, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში დანაწილება არ ხდება, რომ პროცენტულად ამ იმიჯში ვიღაცა შეიძლება უკეთ გამოიყურებოდეს და ვიღაც უარყოფითად. აქედან გამომდინარე, სავალალო ალბათ ასეთ მოვლენებში, ასეთ პროცესებში არის ის, რომ ამის გათვითცნობიერება ერთობისა ამ უზარმაზარ ოკეანეში, რასაც საერთაშორისო ურთიერთობების ძალიან ღორიე სისტემა ქვია, დღეს ესე შეგვიძლია ჩვენ თქვათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იარაღი არის რეპუტაციული სიჯანსაღე და ეს რეპუტაციული სიჯანსაღე სწორედ შეიძლება ეფუძნებოდეს სწორ და ჯანსაღში და პოლიტიკურ პროცესს. კი ბატონო, რეპუტაციული სიჯანსაღე ახსენეთ. რა ხარისხის რეპუტაციული ზიანი მიიღო ამ შემთხვევაში სახელმწიფო? ჩვენ ვიცით, რომ იყო ძალიან ბევრი და მკაფიო განცხადება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ისინი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, ხშირ შემთხვევაში ბევრად მკაცრი იყო ტონი, ვიდრე უბრალოდ მოწოდება, რომ თავი შეგვეკავებინა საერთოდ ამ კანონის განხილვისგან. შესაბამისად, გვაქვს სახეზე კრიზისი და გვაქვს რეპუტაციული ზიანიც ალბათ. ჩვენ მართალია თქვენ აღნიშნეთ ეს ერთკვირიანი პროცესი, მაგრამ რეალურად ჩვენ რამდენიმე კითხვა უნდა დავსვათ ესეთი რიტორიკული ალბათ და რიტორიკული კითხვის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რიტორიკული კითხვის კონსტრუქციაში ვედევს უკვე პასუხი. ჩვენგან არ ვიცოდით, რომ ამ პროცესის ოფიციალურ წამოწყებას მოყვებოდა ასეთი რეაქცია მწვავე, მოყვებოდა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. ჩვენ ხო ამაზე ვიღებდით არაერთ გზის განცხადებას, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, იმ საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, რომელთა მიმართულებითაც სვლა ჩვენი დეკლარირებული ოფიციალური კურსი არის. რატო არ მოხდა ამის შეფასება რეალურად? ეს არის ალბათ სწორედ ის კითხვა, რაზედაც ჩვენ ყველას გვიმძიმს სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და მართალი და ობიექტური არაკონექტურული პასუხი გავცეთ. მე მაინც ეცდები გავიმეორო იგივე, რაც ჩვენი საუბრის დასაწყისში ვთქვით. სამწუხაროდ ბოლო ხნის ქართული პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისათვის. და ძალაუფლებისათვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ამოცანები და პრიორიტეტები. ეს არავითარ შემთხვევაში არ მინდა იქნეს გაგებული, რომ ვინმეს პოლიტიკურ ბოსტანში ნასრული კენჭი ამბოდი არის, მაგრამ
რეალურად ჩვენ აი ამას ვხედავთ, როდესაც პოლიტიკური კულტურის სიმწიფე, დიალოგის კულტურის არქონა, იმის ვერ გათვითცნობიერება, რომ ამ ქვეყნის გამარჯვება სწორედ რომ პოზიტიური ჯამის პრინციპის თამაშს უნდა ეფუძნებოდეს, როდესაც გამარჯვებაც აზიარო არის, წარმატებაც აზიარო და არის მარცხიც აზიარო არის. აი ეს არის ალბათ ის მორიგი დონე ქართული პოლიტიკური სიმწიფისა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად რამენაირად უნდა დავეუფლოთ და დავეწაფოთ ამ კანონ პროექტის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა. და ჩვენ დღეს ჯერაც ბოლომდე არ ვიცით თუ სიმართლეს ისევ თვალში შევხედავთ ეს არის თუ არა პროცესის დასასრული კიდევ რა შეიძლება გაგრძელება კონდეს ამას. მაშინ ასე დაგისვამთ კითხვა დღეს გაავრცელდა განცხადება გიორგი კახიანმა დეპუტატმა გაავრცელა განცხადება რომ პრობლემა მდგომარეობდა იმაში რომ მართლმა ძალამ ვერ შეძლო სწორი მესიჯებით აეხსნა მოსახლეობისთვის ამ კანონის რაობა შინაარსი რომ ის არ იყო თქვა ცუდი და ამას მოყვა ეს დაპირისპირებაც. დიახ, გარკვეულწილად მე რა თქმა უნდა ვეთანხმები ბატონი გიორგის განცხადებას, მოდით ესე ვთქვათ, კანონი სამართლებრივი კუთხით, სამართლებრივი ტექნიკის კუთხით ალბათ კითხვას არ უნდა იწვევდეს, კანონ პროექტი უკეთ რო ვთქვათ, მოდის ვითხოვ. კანონ პროექტი თავისი შინაარსით, სამართლებრივი შინაარსით არის საკმაოდ უმტკივნეულო. ის არაერთგზის ითქვა, რომ არანაირ განსაკუთრებულ ეს თქვათ ზიანს სამთავრობო სექტორს არ მიაყენებდა, იქ არც საქმიანობის შეზღუდვაზე საუბარი იყო და არც თქვათ სხვა ზრდებზე, არასამთავრობოებზე მაპატიეთ. მაშასადამე ესე იგი ასახსნელი იყო უკეთ კონტექსტი და რეალური საკუთარი მოსახლეობისთვის თუ ჯერ იმ ჩვენი დასავლური პარტნიორებისთვის, რომლებიც ასევე ორივე მიმართულებით თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ამ კანონ პროექტს მწვავე რეაქცია მოყვა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, მაშასადამე ეს სამუშაო უნდა წარმართულიყო ორივე მიმართულებით. ამიტომ უბრალოდ ჩემი აზრის დასრულება მინდა, როდესაც თქვი რომ სამართლებრივი ტექნიკის, სამართლებრივი შინაარსის კუთხით კანონი არის აბსოლუტურად უვნებელი. ის არანაირ განსაკუთრებულ ზიანს არ უკავშირდება, მაშინ მით უმეტეს მინდა თავსვა ესეთი აი რიტორიკული კითხვა თქო. მაშინ ასე მსახურებოდა კანონ პროექტის ინიციირება. თუ ამ კანონ პროექტით არანაირი საგნობრივი ხელშესახების შედეგი არ მიიღწევა, მით უმეტეს რატომ იყო აუცილებელი ამ კანონ პროექტის ინიციირებით ამ ნებათა ხელის გამოწვევა. თუ ჩვენ საუბრობთ, ეხლა აქაც მოგეხსენებათ წინა ისტორია კანონ პროექტის ეს გამჭვირვალობაზე იყო, ასე ერთ-ერთი თქვათ მოტივია, ასე ჟღერს. ვთვლი რომ თუ საუბარი არის გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში თქვათ გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით და ეხლა ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონ პროექტის შემუშავება მით უმეტეს ვიმეორებ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც ევროპისკენ სულ აქვია, პოლიტიკური ევროპისკენ სულ აქვია, აი мотивация, კონტექსტი რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის რა ჩვენ არ ვიცით, მაშინ ვეთანხმები ბატონ გიორგის რომ ეს რა თქმა უნდა უკეთ ახსნას ექვემდებარებოდა. თუ ეს ვერ იქნა უკეთ ახსნილი და ჩვენ ეს პროცესი ისე დაემსგავსა, რომ კანონ პროექტს ჩვენ განვიხილავდით მხოლოდ იმიტომ, რომ კანონ პროექტი განგვეხილა და რეალურად კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაც საგნობრივ ცვლილებებს ეს არასამთავრობო სექტორში არ გამოიწვევდა, გარდა ეს თქვათ აი მონიტორინგისა და დეკლარირების მოვალეობისა. მაშინ აი იცით როგორც აი ბიზნესში არის რა cost benefit-ის ანალიზი ხო, ან და SWOT-ის არის პლუსები და არის მინუსები, არის აქტივები და არის პასივები. ალბათ ისინი, ვინც ამ კანონ პროექტის ინიციატორები იყვნენ, როგორც მინიმუმ ასეთი სავარჯიშო უნდა ჩაეტარებიათ და ჩამოეწერათ ამ კანონ პროექტის ინიციირებით რა არის პლუსები და რა არის მინუსები. ჩემი აზრით მინუსების სია, მინუსების სვეტი გაცილებით უფრო ჭარბი იქნებოდა ვიდრე პლუსების. ამიტომ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზანშეწონილობა ასეთი მოქმედებების და მიზანშეუწონლობა უკეთ რო ვთქვათ, რომელიც პირველად არ ხდება. ესე იგი ჩვენ ძალიან დიდი ოსტატები გავხდით საერთოდ და დავხელოვნდით ერთ რაღაცაში. ჩვენ თვითონვე ვქვნით რაღაც გაუგებარი მოტივებით პრობლემებს და მე უზარმაზარ ძალისხმევას ვხარჯავთ, როგორც შიდა რესურს, ასევე გარე რესურს ამ პრობლემის მოგვარებაში. ნუ თუ არ შეიძლება, რომ აი ქართულმა პოლიტიკამ
უკვე ამოდენა წელი გავიდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიდგინა სიმწიფის მედდონეს მიაღწიოს, სადაც უკეთესი ანალიზი, უკეთესი შეფასება, უკეთესი პრევენცია, რისკების თავიდან არიდება. თუ ჩვენ არ შეიძლება დასახული მიზნებისკენ ვიაროთ უფრო ნაკლები ტკივილის, ნაკლები ტანჯვისა, ბურგისა და წვალების ხარჯზე. მე მგონი ამის დრო მოვიდა უკვე. და ახლა ამის დრო რომ მოვიდა, რომ ვამბობთ, მე შეიძლება ალბათ იკითხოთ, რომ როგორ შეიძლება ეს მიიღწევოდეს. ალბათ ერთ-ერთი ახლა ამოცანა, ერთ-ერთი თქვათ ვარიანტი. ერთ-ერთი პასუხი ალბათ არის ის, რომ ერთ-ერთი პასუხი და მე ბოდიშს ვითხოვ ჩვენი მსმენელის წინაშე, იმიტომ რომ ეს პასუხი განსაკუთრებული ორიგინალურობით არ იქნება ალბათ გამორჩეული. ალბათ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ შემდეგი რამ, რომ პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დასაქმების ადგილი. ეს ერთი. ისევე როგორც პოლიტიკა არ შეიძლება იყოს შემოსავლის წყარო. და თუ პოლიტიკაში მოდიხარ ადამიანი, ალბათ ქართველი ამომრჩეველი მათ შორის, ისევე როგორც ის სამომავლო ვთქვათ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, საკმარისი ეს თქვა ჩინაგანი ცენზურით უნდა იყვნენ აღჭურვილი, რომ თუ შენ არ ახარ თვითკმარი ადამიანი, თუ შენ პოლიტიკაში მოსვლამდე არ გაქვს შენი მეობა სოციალური და საზოგადოებრივი დამკვიდრებული, თუ შენ არ გაქვს გარკვეული გზა გამლილი, რაც შენს შენ უფლებას გაძლევს, მორალურ უფლებას პირველ რიგში შენ თავს განუცხადო, რომ შენ ქვეყანაზე აიღო პასუხისმგებლობა და შემდეგ საზოგადოებამაც მიიღო სწორად შენგან ეს მესიჯი, სხვაგვარად როცა შენ სოციალურად და საზოგადოებრივად იბადები, მას მერეც სასავარძლის ზურგს გზნობ და ვთქვათ ასევე სოციალურ და საზოგადოებრივად გვდები, როდესაც თანამდებობას ტოვებ, ალბათ ასეთ პოლიტიკაზე ჩვენ და ასეთ პოლიტიკურ თაობაზე უნდა ვთქვათ უარი. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეტი პატიმოყარეთა პოლიტიკა, მეტი თავმოყარეობა, მეტი პატიმოყარეობა. აი ერთხელ ჩვენ ვთქვით სწორედ თქვენთან ეთერში რა, რომ ქართული პოლიტიკა უნდა დაუბრუნდეს თავმოყარეობის პრინციპებს. ეს პირველ რიგში გამოადგება მას და რა თქმა უნდა გამოადგება ქვეყანას. პოლიტიკური ასპარეზი არ უნდა იყოს შენი ესე ვთქვათ, შენი პირადი ეგოს თვითდამკვიდრების საშუალება და ინსტრუმენტი. ჩვენ რატომღაც ასე მგონია, რომ ჩვენ ეს ბოლო პერიოდი არა მარტო ახლა აქ მე არ უკავშირებ კონკრეტულ ხელისუფლებას ეს ხდებოდა მანამდეც ზოგადად ეს არის ქართული პოლიტიკური თანამედროვე პოლიტიკური სცენი. როდესაც შენს თავს, შენს მეობას, შენ რაობას ამკვიდრებს სწორედ რომ პოლიტიკური თანამდებობის, პოლიტიკური ბერკეტების ხელში აღების გზით. ეს უნდა დასრულდეს ალბათ და ამ ხრივ ალბათ საზოგადოებაც უნდა იყოს ძალიან მხიზლად, იმიტომ რომ მე მომეჩვენა რომ საერთოდ ქართული საზოგადოება მიუხედავად მისი ნაწილის აქტიურობისა, ძალიან მოდუნდა ამ თვალსაზრისით, ძალიან შემგუებელი გახდა. თუმცა საკვანძო საკითხების დროს ზომაზე მეტად მოახდინა, ასე ვთქვათ, ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობის დელეგირება, გადაბარება. ეხლა გასაგებია, რომ არის ვთქვათ ისეთი კრიტიკული მომენტები, როდესაც საზოგადოებას თავისი მოწოდების დონეზე დგას ხოლმე, მაგრამ მე მაინც ვისურვებდი, რომ საზოგადოებამაც მეტი ის ვთქვათ პრევენციულობა შეიტანოს თავის მოქმედებებში და ჩვენ მანდა მაინც არ უნდა ველოდებოდეთ ყოველ ჯერზე ჭეშმარიტების მომენტს, როდესაც დავტესტოთ საკუთარი მზაობა და დავტესტოთ საკუთარი სიფხიზმი. ბატონო ვიქტორ, ეხლა ალბათ კითხულს ექნება შეკითხვა, რომ ნუ რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკოსებზე ყველა ვოცნებობთ, მაგრამ როგორ მივიღოთ, საიდან უნდა გაჩნდნენ ასეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომლებიც არ იქნებიან დაცლილები ფასეულობისგან, რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუნდაც პირველ რიგში საკუთარი რეპუტაცია, რომლის ზიანიც მათთვის იმდენად რთული და მტკივნეული მისაღები იქნება, რომ ისინი, ვთქვათ, არ წავლენ ასეთ კომპრომისებზე, რომელიც ჯერ საკუთარ რეპუტაციას დააზიანებს და შემდეგ უკვე რაც ბევრად მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაცია, მაგრამ ხო ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით ვითარდება. რა ვქნათ? ხა ჩვენ რა თქმა უნდა ახლა ესეთ ჯადოსნურ რეცეპტს ვერ გამოვიგონებთ და ვერც გზამკვლევს ვერ შევიმუშავებთ. ალბათ პროცესი ამ ბიზნეს მისაღწევად, რომ რაც შეიძლება მეტი თავმოყარეობა, მეტი კომპეტენცია, მეტი წესიერება შევიდეს ხო ქართულ პოლიტიკაში. ალბათ გამოიხატება ძალიან მარტივ ელემენტებში, ალბათ როდესაც პროფესორი ან ლექტორი შედის აუდიტორიაში, ისაუბროს სიმართლე, როდესაც ჟურნალისტი გადის ეთერში, ისაუბროს სიმართლე. ჩვენ ყველას გვესმის გარკვეული კონიუნქტურული მომენტები, რა თქმა უნდა და არც ერთი ჩვენგანი არ არის გიჟი და გადარეული. მეც როდესაც ვზივარ ახლა ამ ეთერში, ძალიან ფრთხილად ავარ, რომ სიტყვა არ გამექცეს. მე ჩემი სათქმელიც მინდა მსმენელს უთხრა თქვენი გამოისობით, მაგრამ ამავე დროს
არ მინდა რომ ეს სათქმელი იცით აი გადაიქცეს რაღაც აი ინტრიგანობის ან რაღაც აი შეგულიანების უღაზრო შეგულიანების სალოთ, მაგრამ მე ამავე დროს მინდა რადიკალიზაცია უნდა ჩავანაცვლოთ ჭეშმარიტი პოლარიზაცია. ვცდილობ საკუთარი თავის წინაშეც მართალი ვიყო და ერთ-ერთი პრობლემა ალბათ ყველაფერთან ერთად არის ის, რომ პოლიტიკური სპექტრი გარკვეულწილად ჩამორჩა დროს ვერაუბა მხარი და აი თუ ჩვენ პირობითად ავიღებთ ქართულ სახელმწიფოს, ქართულ აი პოლიტიკურ საზოგადოებრივ ერთობას და აი მე ყოველთვის ვთქვათ აი სამ ელემენტად ვყოფ, ეს არის საზოგადოება, ეს არის ქართული ტექნოკრატია, აღმასრულებელი რგოლი, ვთქვათ მენეჯერები სხვადასხვა დონის და მესამე პოლიტიკური სპექტრი. ალბათ პირველი ორი ბევრად დაწინაურებული არის, როდესაც აი მესამე რგოლის ჩამორჩენილობა გარკვეულწილად დროსთან მიმართებაში, თანამედროვე მოთხოვნებთან მიმართებაში აბრკოლებს ჩვენ საერთო ეროვნულ განვითარებას. ამდენად ჩვენ აი ამ შემთხვევაშიც ვიხილეთ ისეთი სურათი, როდესაც საზოგადოებამ მისმა ჯანსაღმა ნაწილმა მე სხვათა შორის აი ობიექტურობაზე ვსაუბრობ და აქაც ჩვენ გამოგვრჩება აღნიშნოთ, რომ ამ პროცესებს რა თქმა უნდა ამ საპროტესტო ტალღასაც თან ახლავს თავისი მანკიერი მოვლენები, რაც ზოგადად ქრონიკულად ტრადიციულად დამახასიათებელი არის, როდესაც ვიღაცის ხარჯზე რაღაცის კაპიტალიზაციას ცდილობს და ამას ავლენს ძალიან მახინჯი და ძალიან ტლანკი ფორმით, მაგრამ ეხლა ჩვენ ამ ნეგატივს ერთი წამით განზე გადავდოთ, ჩვენ არც ამაზე გვერიდება საუბარი და მზად ვართ ვისაუბროთ, მაგრამ მთავარი პრობლემის არის სწორედ ეს არის რა, რომ რეგენერაცია, გადატვირთვა ქართული პოლიტიკური სპექტრის თავმოყვარე პოლიტიკოსების შემოსვლა, თვითკმარი ადამიანების, კაცების, ქალების, პიროვნებების, რომლებიც საზოგადოებრივად დაიბადნენ მანამ და სოციალურად არსებობენ მანამ, სანამ პოლიტიკურ თანამდებობას დაიკავებენ. და პოლიტიკური თანამდებობა არ არის მათთვის ესე ვთქვათ, აი დამკვიდრების საშუალება. კიდევ ერთი ორიგინალური შეიძლება ვინმესთვის თეზა არის ის, რომ მე ასე ვფიქრობ, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალა იმ შემთხვევაში იქნება მხოლოდ წარმატებული, როდესაც არჩევნების მოგების შემთხვევაში ის უკვე შეგუებული იქნება რა მორიგ არჩევნებს წააგებს. მხოლოდ ასე განთავისუფლებული, ცნობიერებით განთავისუფლებული, გონებით განთავისუფლებული ძალა, რომელიც არ იფიქრებს მომდევნო არჩევნებზე მანდატების რაოდენობაზე და შედეგობრივ საარჩევნო შედეგზე, ის იქნება რეალურად თავისუფალი და ხელფეხ გახსნილი, რომ სიღრმისეულად, თვისობრივად რეალური ჭეშმარიტი რეფორმები ჩაადაროს და ქვეყანა წაიყვანოს წინ. ის განწირული იქნება მომდევნო არჩევნების აგებისაკენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე ისტორიულ მონაკვეთში საზოგადოება მას დაუფასებს და შესაბამისად პატივს მიაგებს. ეს საუკეთესო არჩევანი იქნება ალბათ ქართველი ხალხისთვის და ვნახოთ 2024-ის არჩევნებზე რას მივიღებთ, მაგრამ დღეს აი ამ პირობებში, როდესაც თქვენ სიტყვებს გავიმეორებ, მეტნაკლებად დროს ჩამორჩენილი პოლიტიკური სპექტრის პირობებში მე არ გულისხმობ არც ერთ კონკრეტულ პარტიას, ალბათ მთლიანად ხო, თქვენი გულისხმობთ მთლიანად სპექტრი პოლიტიკური და ქართული ხალხი და საქართველო არის სტატუსის მოლოდინში. ანუ იმ მოლოდინში, რაც ჩვენ კონსტიტუციურად გარანტირებული გვაქვს და ველით ჩვენს ევროპულ წინსვლას. როგორ ფიქრობთ, ის რაც ახლდა ამ კანონის მიღებას პირველი მოსმენით წინ, ის საერთაშორისო რეაქციები ჩვენი პარტნიორებისგან, გამოხმაურებები, ის რაც რუსთაველზე მიმდინარეობდა, რამდენად დამაზიანებელი იქნება ამ პროცესის? ასე გიპასუხებთ და აი ეს პასუხის ასეთი კონსტრუქცია, საშუალო ეს კითხვა ამ დღეებში არაერთ გზის დამისვეს, მაგრამ პირველად ჩადამება და აი თქვენთან ეთერში შემდეგი სახის პასუხი. დამაზიანებელი იყო მანამ სანამ არ იქნა მიღებული ის რაციონალური გადაწყვეტილება, რომლის მოწმენი დღეს გავხდით და ახსულდა რეალურად. და რამდენადაც საზიანო იყო ეს გადაწყვეტილება თავისი სიგრძე სიგანით, იმდენად საუკეთესო რესურსს გვაძლევს და პოტენციალს, რომ ის ზიანის ავინაზღაუროთ და ეს თქვათ ზედ კიდევ ეს თქვათ გარკვეული კაპიტალიზაცია მოვახდინოთ. ეხლა შეიძლება ვინმესთვის ეს არის ეს თქვათ აი ცოტა კალამბური, მაგრამ დიახ, შეგვეშალა, დიახ, აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, შეგვეშალა, დიახ, ეს იყო უსწორო ნაბიჯი, მაგრამ ნახეთ, მიუხედავად ამ საკმაოდ მძიმე ნაბიჯისა და მძიმე შეცდომისა, რაოდენ მაინც მე ავმაღლდი საკუთარ ეგოზე და საკუთარ თავზე, რომ შემიძლია დროულად იდენტიფიცირება, აღნიშნა, აღიარება, როგორც თქვენ თქვით
და მე უკვე გაათმაგებული ენერგიით ამ ზიანის აღმოფხვრა სწორი ნაბიჯებით ამდენად თქვენ როცა ეს განაცხადეთ რომ ეს უარჩევნო არჩევანია ხო თუ დაუშვა თქვათ ეხლა აი ზათ თეორიზება რომ მოვახდინოთ ვინმე შეიძლება ინადროს ხანდახან აი თქვათ ზომიერი ცდომილების ან ხარისხის შეცდომის დაშვება რომ მე უკვე ეს თქვა მე უკვე რევერსულად მოახდინოს ამაზე თქვა პოზიტივის დაშენება მოდით ახლა ჩვენ ვეცადოთ აი ასე შევხედოთ აი ამ შეცდომას რომელიც ჩვენ ყველას ერთად დაგვემართა დიახ საზოგადოებასაც პოლიტიკურ სპექტრსაც და აი ხლა ვეცადოთ ჩვენ რომ ეს ისე შემოვატრიალოთ რომ აი ჩვენი ქვეყნის იმიჯი რომელიც ჩვენ არაერთგზის ვახსენეთ რეპუტაცია ის ეს თქვა კაპიტალ პოლიტიკური სახე არა მარტო მისი რეკონსტრუქცია მოვახდინოთ არამედ კიდევ უფრო მეტი ეს თქვა აი როგორ გითხრათ მეტი მიმზიდველობით მეტი ეს თქვა მომხიბლელობით მეტი აი მორალური უპირატესობით მეტი ეს თქვა პატიმოყარობით მიუბრუნდეთ ევროპას რომ თქვათ რომ აი ჩვენ მარტო სურველები კი არა ვართ გავხდეთ პოლიტიკური ევროპის ნაწილი არამედ ჩვენ პატიოსანი ჩვენ კეთილსინდისიერი აქტორი ვართ ჩვენ იმის აღიარებაც შეგვიძლია და ამაზე საუბარი შეგვიძლია ღიად ალბათ აი ახლა ვიმეორებ ცოტა შეიძლება რთული პასუხი გამომივიდა მაგრამ აბსოლუტურად გათვისწრობიერებული მაქვს და ანუ ეს შეიძლება იყოს ჩანასახი იმ სასურველი პოლიტიკისა რომელიც საქართველოს დააწარმოებს ეს ახლა არის არაჩვეულებრივი შანსი მათ შორის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისათვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას შეიძლება დროული რეაგირება. გარკვეული ესე თქვათ, ახსნა განმარტებები, რაც მე მესმის, თქვათ, დღის განმავლობაში, მაინც ტოვებს უკმარისობის ზნობას, რომ ყველამ ვერ გაიაზრა. რომ ეს არ არის კონკრეტული ეს თქვათ, კანონ პროექტის შეგნებული ჩაგდება და სწორი ჩაგდება, რასაც დღეს ჩვენ ნახეთ, არამედ ამას ახლა სჭირდება ძალიან სწორი ახსნა და სწორი კომუნიცირება და რასთავარი ეს კომუნიკაცია უკვე ამ კანონ პროექტის ჩაგდებაზე კი არ უნდა იყოს ახსნაზე მიმართული, არამედ რას ვაპირებთ ხვალ და რას ვაპირებთ ზეგ. აი ამ მესიჯების გატანა ძალიან მნიშვნელოვანი არის და მნიშვნელოვანი არის არა მარტო ის თუ რა მესიჯები არის, არამედ ის ვის გააქვს. ეს ორი ელემენტი, როდესაც ჩვენ საუბრობთ სიჯანსაღეზე, ამ ხიდების აღდგენაზე, აი ორივე ელემენტი გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება სწორი ნარატივი, მაგრამ ასევე ჩვენ გვჭირდება სწორი მთხრობელები რა. ამბის მიმტანები. სხვაგვარად რა თქმა უნდა შედეგის ანახევრო იქნება. ანუ ჩვენ ახლა ვარ ზღვარზე იმ მომენტისა, როცა დავუშვათ პოლიტიკაში ამას თავის სახელი აქვს ხო, ქორები, თავიანთი პოლიტიკით და დემოკრატიულად მოაზროვნე პოლიტიკოსები დიახ. რა დროა? ეხლა ქორებად და თქვათ მშვიდობის ყოფილებად დაყოფა ეს ალბათ უფრო ასე ვიტყოდი უფრო თქვათ აი საფრთხეების განზომილებაში არსებული კლასიფიკაცია ისევე როგორც მე ვერ დავყოფთი და არც დავყოფთი თქვათ დემოკრატებად ან ავტორიტარებად მე ვთვლი რომ ჩვენ ყველა ამ თავისი უარყოფითი გამოვლინებით ერთი ქართული ფენომენის შვილები და პროდუქტი ვართ ეს არის ეს თქვათ პოლიტიკური კულტურის სათანადო კულტურის არქონა სიმწიფის გრძელვადიანი ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი ტრადიციების არქონა ჩვენ ყველანი მსხვერპლი ვართ იმ დიდი ისტორიული რღვევისა და შემდეგ კატაკლიზმებისა რაც დაგვემართა ეხლა ალბათ მე უფრო ასე დაყოფას მოვახდენდი და აი მე რამდენჯერ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ სიტყვას ყოველგვარი სურვილის გარეშე რომ რაღაც ეს თქვათ აი საჯულის მორალური მანტია მოვირგო და ასე შემდეგ თავმოყარე პოლიტიკოსები და უთავმოყარეო პოლიტიკოსები. აი ძალიან ახლა დრო არის და თავმოყარეობა მათ შორის არ მოდის განათლების, კომპეტენციის, პროფესიონალიზმის გარეშე. აი ჩემთვის პირადად აი ეს თავმოყარეობა არის იმდენად დიდი ცნება, რომელშიც ყველაფერი ერთად არის გაერთიანებული. ასე შეიძლება ალბათ დავყოთ ჩვენ თუ მანდამაინც კლასიფიკაციაზე და დაყოფაზე გვაქვს პრეტენზია. ძალიან დიდი მადლობა, ვფიქრობ ამომწურავი პასუხი გავეცით ჩვენ იმ მსმენელის და მაყურებლის შეკითხვებს, რაც თავარია ვაჩვენთ გზა რა იქნება საუკეთესო არჩევანი ქვეყნის განვითარებისა. მე შეგახსენებ ჩვენი სტუმარი გახდათ GeoCase-ის დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი, მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით ნახვამდის.